დღევანდელი გადაცემა არის ამბავზე, რომ ადამიანებს აქვს სხვადასხვაგვარი ოცნებები და სხვადასხვაგვარი სურვილები ცხოვრებაში და მართლა რა არ მომისმენია, როდესაც ადამიანისთვის მიკითხავს, რაზე ოცნებობს. ყველანაირი სურვილი მომისმენია, მაგრამ ამ ადამიანისთვის ჩემი რესპონდენტის მე არაფერ არ მიკითხავს, მეც თვითონ მივიღე გადაწყვეტილება. ფიზიკურად ცხოვრებაში არ მინახავს. ჩემი Facebook მეგობარია დიდი ხნის განმავლობაში და სულ ესე ვიცოდი, რომ ბევრი გულშემატკივარი ყავდა. ჩემს დიდ Facebook-ის სამეგობრო წრეში. ვიცოდი, სულ ვიცოდი, რომ ხედველობის პრობლემა ჰქონდა. და რაღაცა ჩანსი რომ ჩამივარდა რომ PSP შეიძლებოდა ჩემი არჩეული გმირისთვის ცხოვრება შეეცვალა ერთ წამში და მიეცა შესაძლებლობა რომ ამ სამყაროსთვის უფრო გახელილი თვალებით ეყურებინა ბუნებრივია ავირჩიე ჩემი დღევანდელი სტუმარი. მე ვარ მირიან პერულოვა აფხაზეთიდან. ორ სართულიანი სახლი იყო, დიდი ეზოთი, სადაც პირველი ნაბიჯი გადავდგე, ასე რომ ვთქვათ, ეს იყო ჩემთვის სახლი და ეს არის ჩემი მოგონი. კიდევ კოდორის ხეობით რო წამოვედით და რამოდენიმე დღით ღამე მოვდიოდით მე გოლგოთას გზას ვეძახი იმ გზას. ხედველობის პრობლემა მაქვს დაახლოებით კი არა ბავშვობიდან. სათვალესთან ერთად ვცხოვრობდა. ვინმე ნაცნობი რო დავინახო შორს ვერ ვიცნობ. კითხვის დროსაც პრობლემა არის. მეუბნებიან რომ გვარებადი არის და ასე რომ ვთქვათ ცოტა ფინანსურთან საკითხთან არის დაკავშირებული და სამწუხაროდ ამბავში ცოტა ვერ მოვგვარდი ასე რომ ვთქვათ. რატომ შევარჩიე მირიანი? იმიტომ რომ მირიანს არასოდეს არ გამოუჩნდა იმის ფინანსური რესურსი, რომ ეს ძვირადღირებული ოპერაცია გაეკეთებინა. არასოდეს არ ქონდა ამის შანსი და შესაძლებლობა და ამიტომ გმირი შევარჩიე ისეთი, რომელსაც ეს ოპერაცია ნამდვილად და აი სასიცოცხლოდ სჭირდებოდა. ყველაფერზე ვიზრუნეთ. გარდა იმისა, რომ შევარჩიეთ კლინიკა, რომელსაც ვენდობით, შევარჩიეთ ექიმი გია ქამუშაძე, რომელსაც ვენდობით. შევარჩიეთ სივრცე, სადაც ის იქნება კომფორტული. და მოვედით ის ადამიანები, ვისთანაც ის თავს იგრძნობს კარგად. მაგრამ ახლა გვაქვს დასადგენი მთელი რიგი საკითხები ექიმთან და პაციენტთან ერთად. საერთოდ არ ყოფილა ის მომენტი, როდესაც სამყაროს სრული სიცხადით აღიქონდი? ანუ ბავშვობიდან მაქვს ეს პრობლემები და ესე სათვალის გარეშე ყოველთვის მიჭირდა მხედველობა. მე მაქვს -5.5. 5.5. ბატონო მირიანმა მოგმართა ჩვენ საკონსულტაციოდ, ბატონ მირიანს აქვს მაღალი ხარისხის ახალმხედველობა და ასევე მაღალი ხარისხის ასტიგმატიზმი. თუ რა პროცედურები შეიძლება გაკეთდეს ბატონ მირიანთან, უბრალოდ ქირურგიული ჩარევა, ეს გადაწყდება უკვე დამატებითი კვლევების შედეგად. რომელი ნიკავთ რა შედეგს მიიღებთ? კორექციის საშუალებით, ანუ ბატონი მირიანი თავისი სათვალით ხედავს დაახლოებით 30%-ს, სათვალის გარეშე 10%-ს. ხოლო ჩვენ ვარაუდობთ, რომ დაახლოებით 60-70%-მდე მაინც მინიმუმ ბატონი მირიანი დაინახავს. მაგრამ განსხვავება არის იმაში, რომ სათვალეში მხედველობა არ არის ხარისხიანი და ოპერაციის შემდგომ მხედველობა ბევრად ხარისხიანი იქნება. ამასთან ერთად ბატონ მირიანს აქვს დაბადებიდანვე სიელმე, მინუსის და ასტიგმატიზმის კორიგირების შემდგომ ბატონი მირიანი დაეგეგმება უკვე სიელმის ოპერაციაც. გილოცა მართლა მე გულწრფელად მიხარია და გულწრფელად გულშემატკივრობ შენ. მიხარია რომ ახალ ცხოვრებას დაიწყებ. აბა კარგად მირიან. სასწაულო თქვენი გაცნობა ყველაფერი კარგად იქნება. მადლობა დიდი. ზადვარ საოპერაციად და ცოტა ხელა არის, მაგრამ არ აუშავს. თავარია კარგად დამთავრდეს. დღეს პაციენტთან ჩატარდა ხირურგია, ფაკიური ბროლის იმპლანტირება ორივე თვალში.
მაღალი ასტიგმატიზმის მოსახსნელად. ბატონი მირიანის მხედველობა, როგორც მოგახსენეთ, წინა შეხვედრაზე გახდა 10% და ბატონ მირიანთან ველოდებით მხედველობას დაახლოებით 100%-ს. ოპერაცია გრძელდება სულ რაღაც 5-6 წუთის განმავლობაში. ერთი თვალის ოპერაცია კეთდება როგორც ადგილობრივი, ასევე ზოგადი ანესთეზიით. პაციენტი კლინიკას ტოვებს ადგილობრივი ანესთეზიის შემთხვევაში ოპერაციის დასრულებისთანავე, ხოლო ზოგადი ანესთეზიის შემთხვევაში მეორე დღეს. ბატონი მირიანის შემთხვევაში გამოყენებული იქნა კომპანია Star Surgical-ის მიერ ნაწარმოები ფატიული ბროლები, რომელიც გვაძლევს საშუალებას პაციენტს მოუხსნათ ასტიგმატიზმი -6 დიოპტრია, ხოლო საერთო ჯამში მაგალითად ახლომხედველობა -18 დიოპტრია. მირიანის ოპერაციამ ჩაიარა წარმატებით. მირიანი ჩვენი კლინიკის პაციენტია, უკვე 3 თვეზე მეტია. რეფრაქციული მაღალი ანომალიის გამო ჰქონდა შიდა სიელმე. დღეს ჩვენ გავაკეთეთ მისი სიელმის ოპერაცია, რომელიც ასევე როგორც აღნიშნე ბავშვობიდან ჰქონდა მას. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, გავაკეთეთ ის რაც ჰქონდა დაგეგმილი. ჩოქშივარი სათვალე აღარ უკეთია ხალხო. ეს არ ქვია და იცი რა მთხარი, ანუ სათვალის გარეშე ჩვეულებრივ სრულფასოვნად ხედავ. კაი რა, რას მეუბნები? აი რამდენი პროცენტი? ახლა რაც მქონდა ეს მხედველობა სანამ ოპერაცია გამიკეთდებოდა, აი მასთან შედარებით ძალიან ბევრად უკეთესი მხედველობა მაქვს სათვალის. ანუ არის რაღაცა, სადაც შეზღუდვა გაქვს. აი რას? ანუ ჩვეულებრივად. კი. კაი რას ყვები? და სათვალე ერთადერთი იმიტომ უნდა გაიკეთო, რომ სიელმე გაასწოროს. სიელმე გაასწოროს ლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მიიღო ამაში მონაწილეობა და იქ იყვნენ კიდე ასევე ადამიანები, რომლებიც კონსულტაციების დროს ყველა დეტალს ყველა გახსოვსათ ითაოთ ხო? დამყვებოდნენ და აი სალომე კვარაცხელია, სალომე მოისწრაფიშვილი. ყველა ახსოვს? ყველას გიხდით მადლობას, მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა, რომ ამ ხელა საჩუქარი გაგვაკეთებინათ ადამიანისთვის, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ადამიანს დაუბრუნა მხედველობა. არანაკლებია, როცა სიცოცხლეს უბრუნებ რა. ძალიან დიდი მადლობა. მოვედით ზურაბ ჭავჭანიძესთან, ბათუმელ მედროშესთან, რომელსაც ყველა ძალიან კარგად იცნობთ. ზურაბ, თუ მიყურებთ, იცოდე რომ ყველას გვიყვარხართ, გიხსენებთ ყოველ დღე, გიждდება ჩემი შვილი მარიამი თქვენზე, გიგზავნით სითბოს და სიყვარულს და მადლიერებას და მიხარია რომ გაგიცანით და მიხარია რომ გიცნობთ და ეხლა მიდევარ თქვენს მეუღლესთან, იმიტომ რომ ხალხმა გაიგოს თქვენ შესახებ და მე სუყვები რომ ზურა იყო კაცი, რომელიც ბათუმში რა ჩამოდიოდა, გელაპარაკებოდა აი ასე რა, რომ ხალხნო ირაკლი კობახიძეც კი უნდა გიყვარდეს და მე რომ მე ხო უნდა წითელი თუ გინდა რომ ამინთო ეგ უნდა მითხრა და სულ ვეუბნებოდი ბატონო ზურაბ, ირაკლი კობახიძე როგორ უნდა გიყვარდეს და მეუბნებოდა რომ აი ირაკლი კობახიძეს რომ შეიყვარებ, ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ, ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ცხოვრება, მესმის რომ ბნელა, მაგრამ ხომ გესმით რას გეუბნებით? თქვენ ირაკლი კობახიძეს უნდა გიყვარდეთ, ბავშვებო, ეს კაცი დაიჭირეს, ეს კაცი ზის ციხეში და მინდა კადრები ნახოთ რა ტყუილა. როგორ ახარ? არა მისასწრაფა. ეს არის თქვენი სივრცე? დიახ, ესა ჩვენი პატარა მოგრძალებული პატარა სივრცე. ეს არის საძინებელი? კი, საძინებელი. ახლა ისა ვარ, დღეს არ გელოდებოდით თქვენ. ეს არის ჩემი საძინებელი. რომელსაც და იქაც საძინებელი. 25 კვადრატულია. ნაკირავი გაქვთ? ჩვენ გირით ვართ აქა. პანჯარა არ გაქვთ? ხო. და ამნესტია ბათუმში და მიწაში ცხოვრება ცოტა ჯანმრთელობის პრობლემას. რა თქმა უნდა, ქმნის პრობლემას. მომიყევით ზურაზე უფრო მეტი, გარდა იმისა, რომ არის აფხაზეთიდან დევნილი. დიახ, აფხაზეთიდან დევნილი გახლავთ. 93 წლის ჩამოვიდა კი არა და გამოაგდეს იქედან, რომ არ ტოვებდა აფხაზეთს. ეგონა რომ
დალაგდებოდა სიტუაცია, მაგრამ ძალიან აერია. მის მეგობრებსაც ვერ ტოვებდა. დედა მედიცინის მუშაკი გახლდათ და ისიც იქ საჭირო ადამიანი სჭირდებოდათ ეს და აი ცდილობდა რომ შვილი აქეთ გამოეგზავნა, მაგრამ ზურა მაინც ხტიბარს არ იტეხდა. მის მეგობრებთან ერთად ყოფილიყო, ეს უნდოდა მას, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ბევრი მეგობარი შემოაგდა. მანტიას, რომელსაც ატარებდა დროშას, ძველ დროშას დია, აი ძალიან ბევრი მეგობარი ყავს იმ დროშის ქვეშ. მას გულისხმობ დროშის ქვეშ. დაკრძალული? დია. თავისი მეგობრები ვერ გამოიყვანა რამე ვერ კონკრეტულად? გამოიყვანა დაჭრილები ყავდათ, რა ვიცი, აბა იქ ისეთი ცეცხლი იყო, რომ ზოგი მის თვალწინ ფეთქდებოდა ნაღმი. ნუ ზურარისთვისაც იბრძოდა მისი წილი აფხაზეთია. დია. მიზანი ეგ იყო. ეგ იყო. სამართლობას ვერ იტანდა. სამართლიანობა უყვარდა და ძალიან გულწრფელი ადამიანი გახდა. რითი ცხოვრობდა? მუშაობდა ზოგი პერიოდები იყო ისეთი სეზონური, ზღვის იყო თუ ისეთ დაცვათაც მუშაობდა, მაშველათაც იყო. ბოლო პერიოდში? ბოლო პერიოდში მუშაობდა დაცვათ სამშენებლო ობიექტს სწავდნენ, მაგრამ იქ დაითხოვეს ყველა და ესეც განთავისუფლეს. ნუ ერთი წელი არის უკვე. და ეს ერთი წელი რით ცხოვრობდა? მუშაობ ძიძად. ძალიან ბევრი შვილობილი გვყავს და ასე ახლა სანამ თქვენ მოხვიდოდით, ერთ-ერთი ის მშობელი მოვიდა, რომ ყურადღებოთ არ მტოვებენ, ძალიან ყურადღებიანები არიან და კიდე აქციის წევრები ისეთები, რომ ოღონდაც გამხნევებენ, უნდა ვიყოთ მხნედ აუცილებლად, რომ ისინი იყვნენ იქ მხნედ. ნუ ბათუმში გავიცანი აქციას. დიახ, ვიცით, საფხულის პერიოდი იყო, რომ თქვენ ბრძანდებოდით. სულ იდგა ხო? სულ იდგა, აი ღამეთევ სადმე არ წავიდოდა, რომ აქციაზე უნდა ყოფილიყო. აი ისეთი გულანთებული ახალგაზრდები დგანანო, ზოგი ისეთი სოხუმიდან, სოხუმელის შვილებიც კი იყვნენ იქა, როგორ არ უნდა გავიდე და როგორ არ უნდა ვიდგეო. აი წვიმდა, თოვდა თუ რა ვიცი, ქარიშხალი იყო, ის სულ გადიოდა თავისი სპეციალური ტანსაცმელებს ჩაიცვამდა შესაბამისად. ეს ოთახი მან მოაწყო? ეს ოთახი, დიახ, მისი მოწყობილია და მისი გაკეთებულია ყველაფერი. მე კიდე სოხუმი, საქართველო. ძალიან უყვარს ყველაფერი ქართული. ყველაფერი. მგონია რომ სოხუმელს ბათუმში უფრო გაუმარტივდებოდა. ცხოვრება. კი, იტყოდა ხშირად, რომ გავსო სოხუმ, როდესაც აი ნოემბრის თვემდე ზღვაზე დადიოდა დილაობით, გადიოდა ხოლმე დილით და ვარჯიშობდა, იმიტომ რომ მოიმატა ძალიან და ნერვიულობთ. როგორ არ უნდა ვინერვიულო? ამისთან ადამიანი აი ქვევს ის არისროდა და ბილწ სიტყვაობა მაგის მე არ გამიგია. არა, კაცო, მე მткиცებ და ყობახიძე უნდა გვიყვარდეს საფხულში. ხო, მაგის სიტყვა დევიზი იყო, მე მოსისხლე მტერიც მიყვარს და თუ მიყვარს, მართლა მიყვარს. აი ასეთი დევიზით ცხოვრობს ეს კაცი. სიმედი. ყველაფერი კარგად იქნება. იმიტომ რომ ყოველთვის ასე არ იქნება. ეს დროც გაივლის უკეთესობისკენ. მე მგონია რომ გვიყურებს ახლა და რამის თქმა ხო არ ზურას ხნეობა, რომელსაც თვითონ ამბობდა, რომ იმ ახალგაზრდებმა ძალიან დიდი მოტივი მოგვცეს ჩვენ, რომ უნდა ვიდგეთ მხნედ და მაგრათო. ხო და ეს სიტყვები შენია ზურა და აბა შენიცი. ყველაფერი კარგად იქნება. თავარია იყო მაგრად, სულიერად, მხნედ, მედგრად უნდა იყო. რომ შენც უნდა მისცე მაგალითი, შენს უკან დგომ სინდისის პატიმრებს.
სკოლაში. ალექსანდრე 4 შვილის მამაა, 4 ამბებთან დაკავშირებით დააყავეს. ფიზიკურად შრომობდა, რო ოჯახი ერჩინა. სოციალურად დაუცველები არიან. თქვენ ახლა ჩვენ სიუჟეტზე ხედავთ ანგარიშის ნომრებს. ეს არის პირდაპირ ოჯახის წევრების ანგარიშის ნომერი და თქვენს მიერ ჩარიცხულთან ხარ პირდაპირ აი ამ ბავშვებთან და ამ ოჯახთან მოვა. რამდენი წლის ხარ და რა გქვია? ხმამაღლა 4 ხარიდი. კეთი, რამდენი წლის ხარ? 8. 8. მე ქვია 4 ხარიდი. ევა, რამდენი წლის ხარ? 5. მარიამი და ვარ 9 წლის. ბარბარე და ვარ 12 წლის. ვაუ. სკოლაში დადიხართ ყველა ევას გარდა. მე ბაში ადაპტირა. არა, რატო? იმიტომ და დედიკოს გუდიანები წაიყვანენ. დედას რო გუდიანები წაიყვანენ, ეს ვინ მოგატყუა? მამამისი რომ წაიყვანეს იმ შიშის მერი არ მიდის ბაღში. ანუ ეხა ბავშვმა ღირქვა რომ ის და გუდიანები იყო რაღაც აკრული იყვნენ და თავზე დაადგნენ მძინარე ბავშვს თითქმის შეშინებულები არიან და არ მიდის. ვითი ცხოვრობდით? რა იყო თქვენი შემოსავალი? მაშინ როდესაც ალექსანდრე გარეთ იყო, ალექსანდრე საჭრომობდა, რა საკეთებდა, ყველაფერი მომიყევით, რაც უნდა ვიცოდეთ თქვენს. ჩემი მეუღლე მუშაობდა თონეში, ლავაში საცხობდა, 15 დღე იქ მუშაობდა. და 15 დღე აქ იყო მე, ანუ ფიზიკურად მუშაობდა აქაც, იმიტომ რომ დიდი პრობლემიანი შვილი გვყავს ბავშვი. ევა? კი. და სულ გვჭირდება თანხა, რომ ბავშვი გადავიყვანოთ საზღვარგარეთ, თურქეთში დავყავს. თონეში მუშაობდა 15 დღე და 15 დღე აქ მუშაობდა. ანუ არის ჩვენთან დაწესებულება თხილის, რომელიც ცელვაზე და კლეფაზე მუშაობდა. და აგროვდა ბავშვის სამკურნალო. აგროვდით ფულს. მე ვერ მუშაობ, იმიტომ რომ ასთმა მაქვს და ვერ გავდივარ ფიზიკურ სამუშაოს. სოციალური გვაქვს. ბავშვის პენსიონერია. აი ევას თურქეთის ნაწილზეც მინდა რომ მომიყვეთ. რატო საჭიროებს თურქეთში გადაყვანას? ცეროზის საწყისი ნიშნები აქვს. ბავშვს? ჰეპატიტი აქვს. რანაირად საიდან? არასწორი მკურნალობა საქართველოში. რისი მკურნალობა ბავშვს ცეროზი? ანუ ხშირად მიცივდებოდა. ანუ არ ვიცი ახლა ეს რო თქვათ რომ ამის გასაკუთრებული ასეთ არ დავდიოდით, მაგრამ მიცივდებოდა და იქ რო ხვდებოდით მე ანტიბიოტიკებით იმის თავის, ანუ არ ვიცი იქ რა ხდებოდა, მაგრამ არასწორი მკურნალობა მიდიოდა საქართველოში და დამიღუპეს ქვიან ამის ბავშვი, ანუ ერთი თვეც რომ დამეგვიანები არაფერი შლებოდა, გვიძლი იშლებოდა. და ეხა თურქეთში რამდენად ხშირად დაგყავთ? ყველა თვე დავყავს. ალექსანდრეს ბრძოლის ხაზი გადიოდა იმაზე, რომ საკუთარი შვილები გამოგვეყოს, სოციალურ სიდუხჭირას. კი. ეჯახს ერთადად მარჩენალი დაკარგეთ. როგორ დააყავეს? მაგათი მოსვლა იყო ჯოჯოხეთში. იყო ერთი 40 კაცი იქნებოდა, ზოგი ზევით ამოგვივარდა. და არც ის გვითხრეს რატო აკავებდნენ, არც ის გვითხრეს რომ დაუშვათ რამე დააშავა. ჩემი მეუღლემ თქვა რომ მომიყვანე ევაო და ისიც არ მიცეს იმის საშუალება რომ ბავშვი ხვდებოდა. ვეხვეწები მეუთხარი ბავშვები არ შემიშინოთ, მეუთხარი ჯერ ისე დამამტყოფი ბავშვი წებს ზემო. მაგრამ ვიღაცამ კი უთხრა რომ თქვენ აგერო ალექსანდრე აგერ არისო და თქვენო ზემოთ რაზე ახვედით. ბავშვები კიოდნენ ზემოთ, ასე მდგომარეობაში. ბავშვების გმირი მამა იყო, აი ეხლა იქ სადაც ალექსანდრე ზის ეხლა. იქ ეხლა იქ ვინც იზიან ესენი ეხლა ყველა ჩემშვილად ვთვლი, ეხლა იმ ბიჭებს, იმ გოგოებს, ყველა ჩემშვილად ვთვლი. იმ პროკურორებს, ეხლა იმ მოსამართლეებს, აქედან ვთხოვ, რომ როგორ ჩემი შვილი არა ნასამართლები, იქ არც ერთი შვილი არ იქნება ნასამართლები. სტუდენტებია, ბავშვები. რა იცი ცხოვრებაში იმ ბავშვები სად ვის გამოადგება? საქართველოს სიყვარულის გულისთვის ბავშვები არ დაღუპა. არ არის მარტო პოლიტიკის თემა. არის გადარჩენა მომავლის. ჩვენ შვილებს ყველაც ვცდილობთ, რომ კარგი მომავალი ქონდეს. განაიგენი არ ვცდილობენ, რომ თავიანთ შვილებს უკეთესი ცხოვრება ქონდეს. ისევ ვცდილობთ ჩვენც, ისე გვინდა ჩვენც, რომ ჩვენი შვილებს კარგი მომავალი ქონდეთ, კარგი სწავლა ქონდეთ. იმათ ყველაფერი აქვს. ჩვენც მოგცემთ ცოტა იმის საშუალება, რომ ჩვენ შვილებმაც გაიხარონ. ბავშვებს როგორ აუხსენით ეს ამბავი, რა მოხდაო, რა უთხარით? მე რა ვხსენი? მე რა უხსენი, მაგრამ მე ის რომ ახლა ის უფროსია და იცის ახლა რა ხდება და რა არის და ამას გქონია რომ აი ისე თონეშია და როგორ გონიათ ყველაზე მეტად რა უჭერს თქვენს მეუღლეს ახლა? ის რო არ იცის ახლა აქ რა ხდება, როგორ არის. თქვენი მეუღლე თქვენ ახლა გიყურებთ. ამიტომ უკვე იცის როგორც ხართ. და როგორ გონიათ მისი მთავარი საზრუნავი რა არის? ოჯახი. პირველ რიგში ევა, იმიტომ რომ ასე ძიმოდ ყავს ავად და რა ვიცი, უნდა და მივხედოთ
ეს ჩვენი ვალდებულება რომ უნდა მივხედოთ, მაგრამ აცი როგორ არის ირაკლი ჩხვირკვია, რომელიც 6 წლის იყო, როცა აფხაზეთიდან წამოვიდა. ის იყო ერთ-ერთი ბოლო, რომელიც გამოყვა უკრაინელების გემს. უკრაინელებს ირაკლი არ დარჩა ვალში, იმიტომ რომ ეხლა როდესაც მათ გასაჭირი ჰქონდათ, ის წავიდა საომრად უკრაინელებისთვის, იმიტომ რომ მისი და მისი დედის და ბებიის სიცოცხლე სწორედ უკრაინელებმა გადაარჩინეს თავის დროზე აფხაზეთში. რაც შეეხება დედას, ის იყო ექიმი, რომელმაც ჰიპოკრატეს ფიცი არ დაარღვია და ბოლომდე, ვინც სამკურნალო იყო აფხაზეთში, მათ მკურნალობდა. დედა ამბობს, რომ ირაკლის ისეთი ამბები ახსოვს აფხაზეთიდან, რომელიც მის მეხსიერებაში და მოგონებებში დარჩენილი არ იყო. ათასობით ადამიანი ქუჩაში, მრავალ მასშტაბიანი აქციები, რამდენიმე გამარჯობათ. ძანდებოდეთ მე მოვა. გამარჯობა. როგორ ხართ? რა ვიცი, ოქრო. ვარ. გამარჯობათ. ეგ ჩამოვждები თუ პრობლემა არ არის. არ არის პრობლემა, რა ვაგეკადრებ. რა ვიცი, აი ვარ. ვცდილობ ვიყო, მაგრამ მეტი რა გზა მაქვს. ჩემი შვილი არა კრიმინალი, არა ხულიგანი, არ ზის ბანდიტობისთვის და იმისთვის. დღეს თურმე სამშობლოს სიყვარული ყოფილა დასჯადი და რა ვქნათ. აფხაზეთში დაუბრუნდათ. რამდენი წლის იყო ირაკლი? ირაკლი იყო 5 წლის, რომ დაიწყო ომი. ხო. მე როგორც მედიცინის მუშაკი, ბოლო წუთამდე ვემსახურებოდი იმას და იმის გამო ირაკლი მთელი ომი იყო იქ. 6 წლის იყო უკვე, რომ ბოლო უკრაინის გემით ჩვენ გულირიშის რაიონის მაჭარკის იმაზე ვცხოვრობდით და აი ზუსტად იმ სანაპიროს მოადგა ბოლო გემი უკრაინის გემი. დაჭრილები რომ გამოვიყვანეთ, აი გამოუარეთ ჩემს სახლს იმ გემზე დაჭრილებთან ერთად შევედით. მე მთელი გზა რაც მოვდიოდით მთელი ღამე სულ დაჭრილებს ვემსახურებოდით. ირაკლის დარბოდა რამდენ დაჭრილს აი მაგისი მოტანილი წამლებით ბუშველი. ეს ამაგერად უკრაინელებთან ვალში არ დარჩა. გაიზარდა თვითონ წავიდა უკრაინელებს. არ დარჩა. თავის წელი აფხაზეთისთვის იბრძვის ყველა იქ ვინც. ყველგან მეტი ამას მიზანი ცხოვრების არაფერი არ აქვს. თვითონაც ხო მაგი 5 წელი ინსპექტორ გამომძიებლად ხო იმუშავა. მაგი არასდროს კანონს არ დაარღვევს. მაგას აკადემია წარჩინებით აქვს დამთავრებული. ისე კი არა რომ უბრალოდ ფორმა ჩაიცვა. თქვენი განცდები როგორია? ჩემი განცდა როგორ იქნება მე ველოდები რომ მართლა დაუმტკიცდება სიმართლე. პოლიციას ეს ხელს არასდროს არ გააჩნს ეს სისულელეა. იმიტომ რომ იქ იდგა და იმიტომ რომ კადრში მოხდა და იმიტომ რომ ცნობადი სახეა და ირაკლი ჩხურკია. მარტო იმიტომ შეიძლება რომ დაიჭიროს და ციხეში ჩასვა. ეხლა მომიყევი თქვენ რა გიჭერთ? მე რა მიჭერს? აი ცხოვრობთ აი ამ ნაქერავე ბინაში. ბინას არ გვაძლევენ. ომის ვეტერანის იმასაც არ მაძლევენ, ნანუკა. რახან სამშობიაროში მუშაობდი? არ გეკუთვნისო ვეტერანის ის რა ქვია? ხო, და რატომ არ მეკუთვნის? რა სამშობიარო ვინმე დაკეტა ომის დროს? ვინმე აუგზალა ქალებს შობიარობა ომის დროს? სოხუმის როდომი რო დაბომბეს, ევაკუაცია ჩვენ როდომში გაუკეთეს რაიონში. ორ სამშობიაროს ვემსახურებოდით მთელი ომი და არ გვეკუთვნის, ხო? მე ჩემი ჰიპოკრატის ფიცის ვალდებულება ბოლომდე შევასრულე. აი მაგნება შეასრულეთ ფიცი, რაც საქართველოს წინაშე აქვს მიცემული. მე მაგ პენსია, დედას აქვს აგერ პენსია და მაგ სოციალური, всё. ირაკლი იყო თქვენი შემსავალებში? ირაკლი იყო, ირაკლი ბოლოს ტაქსაობდა და რაღაცას, აი ბინის ქირას იხდიდა, კი, ხო და გადასახადებს იხდიდა და იმ მანქნის პროცენტი ქონდა გადასახდელი. ნაქირავები მანქანი ხო, ნაქირავები, ხო, აბარა, საკუთარი საყიდი სადაა შვილო. მე არაფერი არ ვიცოდი, სანამ ჩემები არ ჩამოვიდნენ და არ მითხრეს, რომ ირაკლი დაჭერილი იყო. შეგეშინდათ?
შემეშინდა იმიტომ რომ უფრო მეტად იმიტომ კი იმით ვიცოდი რომ ჩემი შვილი არაფრის შუაში არ იყო და დამნაშავე არ არის მაგრამ მაგრამ შენი შვილი დაჭერილი ახლა ხო მაგრამ რომ დაჭერილი წამოგიდა რომ ეს კითხვა და არა ერთი 5 დღე ხო არაფერი არ იმასე და მე თქვი რადგან ამ 5 დღე თან ეკითხებოდი დედა მეთქი კი ახლა იქ 100,000 კაცი იყო მაგრამ ყველას ხო ვერ დაიჭერენ კაცო და მე ვთქვი დედა მეთქი ხო არ დაგიშავებია რამე არაო კაცო კი ვიდექიო იქო მაგრამ დაშავებითო ხო იციო მე არაფერს არ იმასნიო მაგრამ რადგან კადრში მოხდა რაღაცა მაინც ხო უნდა არსებობდეს კაცო ქვეყანაზე ასე სულ უსამართლობით როგორ იქნება ვერ იქნება ჩვენ აქობამდე ბრძოლით და იმით მოვედით ღმერთის იმედით და რა არ გადაგვიტანია ნანუკა და ამასაც ღმერთის წყალობით იმედია იქნება რამე კიდო ძალიან საყვარელი ხართ რა ვქნა ირაკლის უკვე ტელევიზორი სავარაუდოდ აქ და რა სეტყოდით იცის იმან ჩემი ხასიათი იცის და იყოს მხნეთ იმიტომ რომ წინამდელში დანაშაული არაფერი არა აქ და მე უნდა გაგაცნოთ თქვენ შემდეგი პატიმარი ლადო გველესიანი, რასაც მისი მეგობრები გვიყვებიან არის ის, რომ ბატონი ლადო ახალგაზრდობიდან ჩართული იყო საპროტესტო მოძრაობაში, იქ სადაც ანტირუსული თემები იყო, ყოველთვის აქტიურობდა და უფრო მეტ დეტალს ახლა გავიგებთ მეგობრებისგან, რომლებიც სტუდენტობიდან ლადოს თანამებრძოლები, თანამოზიარები არიან მისი ყოველდღიურობის. ძალიან დიდი მადლობა. კარგად, ძალიან დიდი მადლობა, რომ დაგვთანხმდით. მთელი სტუდენტობა როგორც პირველი კურსიდან მოყოლებული და უფრო ადრეც აქ იყო ჩვენი მთავარი თავშეყრის ადგილი. სტუდენტობის დროს რა აქტივობებით იყავით დაკავებული? 2001 წლიდან მოყოლებული, ასე ვთქვათ, ჩვენ როგორც მოწინააღმდეგე ამ რეჟიმის. ანუ სტუდენტობის დროს მოწინააღმდეგობისა. კი, და საკმაოდ ისე სერიოზული. 2003 წლის ვარდების რევოლუცია რომ მოხდა, გასულთ ხო ასლანმა რომ წაიყვანა აჭარიდან მოსახლეობა შევარდნაძის დასაცავად. ხო და ლადოს ატო უკავშირდება ეს ყველაფერი ამასაც მოუყვები. ვარდების რევოლუცია მოხდა, აჭარაში ჩამოვიდა ასლანი, ეს ხალხიც უკან ჩამოყვა და პირველი რაც გააკეთა მოვიდა ბათუმის უნივერსიტეტში. ყვებოდა რომ აი რატო როგორ ცდილობდა შევარდნაძე რომ აჭარიდან სანაპირო ზოლიდან ხალხი გაესახლებინა და როგორ ცდილობდა რომ ის საქართველოს გადაერჩინა და როგორ ცდილობდა რომ აი თავისი აღორძინების კავშირით და იქ სრული იდილია ჰქონდა ყველა პროფესურა ეს ყველა ეთანხმებოდა ტასს უკრავდნენ და მე და ლაშაბა მანამდე ეს პროფესორამ რაღაც კითხვები დაუსვა და საკმაოდ წავე კითხვები, რაზეც ასლანმა ზოგს რა ვიცი კაგებესთან თანამშრომლობა დაამბრალა ზოგს რაღაცა და მე ავდექი პირველი და ვთხარი რომ შეხარ დიქტატორი და რაღაცა მთელი ამბობ აი საშინელება იყო იმ ფოიეში გამოვლა ეს ხალხი ყმუილი ყვირილი ასლანაბაშენ პირველად აჭარაში წინააღმდეგობა პირველად უნივერსიტეტში ნახა წინააღმდეგობა და ეს იყო 2003 წლის დეკემბრის თვე ამის შემდგომ წამოვედით და აქ ასე ვთქვათ ვიჯექით სულ ყოველ დღე და ამ შენობის უკან იყო ლადოს სახლი და იქ ვიკრიბებოდით და იქ ქონდა რაღაც პროკლამაციებს რაღაცებს იქ ვამზადებდით და რომ მოვედით მამაჩემს დაურეკა ჯემალ გოგიტიძის ახლობელმა და უთხრა რომ ესენი მოაშორეთო ჩვენ უცებ ისე რომ ვერ გავაფრთხილეთ ჩაქვსვენს მანქანიდან და წაგვიყვანეს ლადოს მოაკითხეს სახლში ნიღბიანებმა და სასტიკად გაუსწორეს და ამის შემდგომ მას ჯანმრთელობის პრობლემაც შეექმნა და გავცინოდით რომ არ გალახულიყავი მე ვთხარი შენ ასლანაბაშიძეს ვერ გადავაგდებდით მეთქი და ძალიან კარგი ადამიანია პირველ რიგში პატრიოტია ამ ქვეყნის მუშად მუშაობდა წავიდა დაცვის სამსახურში მუშაობდა დიდი ხნის განმავლობაში არ დაკლებია არაფერს ყოველთვის ჩვენს გვერდით იდგა წუხართ ყველა მაგრამ ვიცი რომ ლადო ძალიან ხნეთა ძალიან ენერგიულად არის ფიზიკურად ჩრომობდა კი ფიზიკურად ბოლოს გადავიდა თბილისში ეს ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება და დასრულდება ამ ადამიანების გამარჯვებით. ეს მისი ორგანული ნაწილია, ანუ რუსებს წინააღმდეგ იბრძვის დიდი ხანია. ჩვენ მეც ესე ვთვლი და ყველა ესე ვთვლი. ასლანი უფრო პატრიოტი იყო ამ ქვეყნის რო იცოდეს. რას გულისხმობ? რომ ასლანმა როცა მიხვდა რომ ამ ქვეყანაში არ გაისროლა. არა, რა თქმა უნდა, ორიაზე არ არსებობს. ეხლა ვიღაცას მოწონს, მე ძალიან არ მომწონს შეიძლება ასლანაბაშიძე და სხვათა შორის გიორგი აბაშიძე ხშირად ხდება გზაში და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვესალმები კიდევაც. გიორგი ძალიან ბევრი კარგი რამ გაუკეთებია და ძალიან ბევრი გაჭირებული ადამიანის დამხმარე ყოფილა. ყველაზე მთავარი, ნახე, ლადო რატო უნდა წასულიყო თბილისში სამუშაოდ მუშად. აი სვამ კითხვას.
ბათუმი, აჭარა, საოცრებები ხდებოდა ამ ქალაქში. საოცრად ეკონომიკური განვითარება. ერთეულები რატო უნდა შოულობდნენ მილიონებს და ვიღაცები რატო უნდა შრომობდნენ ფიზიკურად? მესმის 25 კურსელიდან 15 მუშაობს ემიგრაციაშია და ეგ არის მთელი უბედურება, მე ვთქვი და უბედურებას ამას ჭირდება მეტი мотиваცია. მეც ასე და რა ვიცი, ჩვენ გვაქვს ეს мотиваცია. ჯერავს რომ რაღაცები შეიძლება. ვიცით ის რომ მარტო ხელა მამაა, ვიცით ის რომ ბიჭია მშრომელი, რომელიც ფიზიკურად შრომობდა იმისთვის, რომ თავისი ოჯახი ერჩინა. ბოლოს სად მუშაობდა? ბოლოს მუშაობდა აი მანქანებში რა და დაშლილებში. რა იყო მისი მთავარი მიზანი? აი ეს როგორ გონია? ბრძოლის ხაზი მისი რაზე გადიოდა? მთავარი მიზანი ის იყო, რომ თავის შვილებმა იცხოვრონ ნორმალურ ქვეყანაში. ეს ადამიანები ძალიან უცნობები არიან და თქვენ გვეხმარებით ახლა მათ გაცნობაში. აი რა ვიცი, ძალიან პატიოსანი შობის მოყარე, აი მართლა. და რავი, ბავშვებს გადაყოლილი მამა. როდესაც პოლიციასთან საქმე არასოდეს. მოხუცი მშობლების, პენსიონერი მშობლების შვილი, გიჟი გადარეული მამა, რომელიც რომ 2 ღამეს გაათენებდა, იმუშავებდა. შემდეგ ნატალის მივიდოდა ღამენათების სახლში, ზურგზე მოისვალდა, ბულვარში ისე გაასეინებდა და ამავე ზურგზე დროშა მოიხვია, ჩვენი 5-ჯვრიანი დროშა, ჩავიდა თბილისში, შეუერთდა აქციას. იბრძოდა თავის წილ მოქალაქეულ პასუხისმგებლობას გრძნობდა ამაში, რომ იქ უნდა მდგარიყო, სადაც მართალი გზა გონია რომ არის. მე დარწმუნებული რომ ლაშა დღესაც არ ნანობს ამ გზას, რა გზაც გაიარა. ძირითადად ყველას ამბავი არის სოციალური პირობები. ბავშვები მამასთან ცხოვრობდნენ? ძირითადად მამასთან, კი იყო რაღაცა დღეები, რომ დედასთანაც მიდიან. ანუ აიყვანეს ჩემთან. ანუ მე სხვაგან ცხოვრობდი 20 წუთის სავალზე დაშორება. და სახში რო არისო, ანუ ეტყობა მიხვდნენ რომ იქნებოდა ჩემთან, მოვიდნენ ჩემთან. ერთ-ერთი ის დამაბარო რომ ბავშვებს მიმიხედეო. კი. იმ მომენტში. და ეხა ბავშვები თქვენთან გადმოიყვანეთ? კი. ნუ დედამისიც ნახავდა. ბებოსთან არიან ნიკო და ნატალი. როგორ გრძნობს ლაშა თავს ეხა ციხეში? რა განწყობას იზიარა? მაგრად ვარ, ესე დაგვიწერა და გამოგვიგზავნა. ნახეთ. უბრალოდ ვიცი რა ძალიან ენატრება ბავშვები პირველ რიგში. მადლობა თქვენ, მართლა ეს სიტყვები არ ყოფნის და თემო ბენიძესაც რომ კი, თემო ბენიძე რომელიც უსასყიდლოდ იცავს. ჩემი კლასელი წყალტუბოდან მომწერა აქვარო და ზუსტად ვიცოდი რომ თქვენ გჭირდებოდათ. ჩვენ ეს სოლიდარობა რა ძალიან გვაერთიანებს და გვაძლიერებს. პერსპექტივაში როგორ ხედავთ ამ ამბავს? მე ვფიქრობ რომ ჩვენ ახლა სადღაც გვირაბში ვართ და გვირაბის ბოლოს წინათი აუცილებლად. კი, აუცილებლად. როდესმე თუ წარმოგედგინათ რომ ციხის კარებთან მოხვდებოდით? ვერასოდეს, იმიტომ რომ ანუ ცხოვრებაშიც ისეთი ბიჭი არ იყო რომ რაღაცა თქვათ შიში მქონოდა იმისა რომ აი შეიძლება ლაშას რაღაც დაეშავებინა არასოდეს. არც თქვენ ხა? სადღაცაც მინდა დაუშვა რომ იქნებ არ უნდა იქნა ვერ ვუშვებ ამასთან. ვერ ვუშვებ, ვამართლებ, მესმის მისი. ერთი წამით ვერ ვამტყნებ. გაუჩნდა როგორც ამ ქვეყნის პროტესტი, მოქალაქეს პროტესტი. და თვლიდა რომ აი ამ ფორმით უნდა გამოეხატა. მას არანაირი დანაშაული კიდევ მეორე არ ჩაუდენია მსგავსი კადრებშიც კარგად ჩანს. დროშით შედის გადადის. იქ არავითარ ზაფხულზე. ხობეზე ხელი არ აქვს. არ არის იქ არანაირი. მაშინ შედის, ხელს არ კიდევს არ. გადადის და შემდეგ გადმოდის, იმიტომ რომ და რაღაცა მომენტში გაზი გუდავს საუბრობ. რაც თითქოს არ შედის, მაგრამ აი ხალხი მიდის და ლაშაც მიყვება არა. ახლა აქტუალურია ქალების და გოგოების დაჭერა. რას უკეთებ? რატო ვაკავებ? რატო? რუსთაველზე ვარ 9 აპრილიდან ფაქტიურად მეორე დრო შემოუშვეს კანონი, რუსული კანონი, იმის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ სახლში აღარ ვარ და ვარ პროცესში. წინა ხელისუფლების დროსაც კი საპროტესტო აქციებში იყავენ, რომ ეს არ არის ის, რომ დღეს გაბრაზდი რაღაცაზე და ანუ მუდმივად როცა ბრაზდებოდი, ამას ამბობდი. რატომ სვამ ამ შეკითხვას? დღეს რომ ხელისუფლებაში არიან და ქართულ ოცნებას წარმოადგენენ, ეს ხალხი გახსოვს წინა ხელისუფლების წინააღმდეგ რომ იბრძოდი, სადმე იდგნენ, აი ვინმე გახსოვს ამათ და კონკრეტულად? წულუკიანი, სოზარ სუბარი
მეტი არავინ სიმართლე გითხრა. ირაკლი ყობახიძე გახსოვს, აი დღეს რომ აკაცებს გეძახის და შერონაც გეძახის. და არც არ დამინახია პირადად მე მიუხედავად იმისა, რომ მაშინაც აქტიურად ვიყავი ყველაფერში ჩართული. ეს უნდა დაგენახა. რა თქმა უნდა, უნდა დამენახა. ნინო, რამდენი დღეა რუსთაველზე ხარ? რუსთაველზე ვდგავარ მე 2012 წელს რო იყო ამ ხელისუფლების წინააღმდეგ პირველი აქცია, აი იმ დღიდან მე წინა ხელისუფლების შეცდომებს ვაცნობიერებდი, მაგრამ ჩემთვის მთავარი იყო ორი რამ. ის რომ ხელისუფლებაში ყოფილიყვნენ ინტელექტუალები და ის რომ მათ ჰქონდათ დასავლური კურსი. როდესაც ხედავენ რომ გადაჭეხილი ვართ უკვე ჯურჯმულში და იმის იქით უკვე არაფერი არ არის და უკვე ისეთი ასაკის ადამიანებს გვიჭერენ რომ არ ვიცი ყველანაირი კითხვაზე პასუხი უკვე გაცემული შეიძლება იყოს მათ კითხვებზე თუ აქვთ ეს კითხვები არ ვიცი რატომ ვერ ახერხებენ ერთობას და ვერ ახერხებენ ერთად ბრძოლას. ნინო, როგორ გონია? მე ვარ კარგი წარმოდგენის ჩვენ პოლიტიკურ სპექტრზე რა ოპოზიციაში ვინც არის იყო ნამდვილ ოპოზიციაში და აქვე ვიტყვი რომ აქ არ გულისხმობ ლელოს და კახარია. მე გულისხმობ ნამდვილ ოპოზიციას და მე მაქვს აზრი რომ მათი შეუთანხმებლობის ძირითადი ახლა ვინც დარჩნენ. ძირითადი მიზეზი არა ის არის ეგოები. რა ეგოებზეა ლაპარაკი ციხეებში არიან ადამიანები. ნამდვილი პოლიტიკოსი ვინც არის. ფიქრობ რომ მაინც აი რაღაც ბრძოლის გზებზე უფრო ვერთან ხდებიან და ეს არის ლეგიტიმური ამბავი, რომ ვიღაცას თავის გზაგონია მართალი და ვიღაცა უფრო რადიკალურ გზებს ეთანხმება და ვიღაცა უფრო გრძელს და მშვიდობიანს, ხო სწორია და სინამდვილეში დამშვიდებიან გზა არ არსებობს. ამნი ხო და ფიქრობ რომ სხვა კონფლიქტი მათ შორის არ არის ჩემი აზრით და ეხლა რაც შეეხება აი მინდა რომ აი მე ხომ მაინც ფილოლოგი ვარ და მინდა რომ სულ მაქვს ეს მეტაფორა რა. მინდა რომ ვეფხისტყაოსანზე კარგი წიგნი საქართველოში არ დაწერილა საერთოდ და მე მგონი არც დაიწერება ალბათ და აი ჩემი საყვარელი პერსონაჟი ვეფხისტყაოსანში არის ტარიელი, რომელიც არის ემოციური, რომელიც არის თავზე ხელაღებული, არ ფიქრობს, ისე მოქმედებს და ავთანდილი არის რაციონალური, გონიერი და ეხლა მე უფრო ჩემ თავს იდენტიფიცირებას ვახდენ ტარიელის ტიპთან, ტემპერამენტთან, მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დიდი საქმეების გასაკეთებლად ორივე საჭიროა რა, უნდა ეს ორივე რაციონალი და ემოცია უნდა შეირწყოს და ყველამ თავის საქმე უნდა ჰარმონიულად აკეთოს და მხოლოდ მაგ შემთხვევაში ინგრევა ქაჯეთის ციხე რა, როცა ეს ორი რამეა შერწყმული და არიან იშვიათი ადამიანები, მაგალითად, ჩემი აზრით ელენე ხოშტარიას ეს ორივე თვისება ერთად აქვს, როცა საჭირო არის ტარიელი, როცა საჭირო არის ავთანდილი, ორივე შეუძლია. სოლიდარობა და ყველა პოლიტიკურ პატივართა და ელენე არის, რა ვიცი, ელენე არის ჩემი აქტივიზმის შთამაგონებელი, იმიტომ რომ მე ვიქნებოდი ერთი ჩვეულებრივი რიგითი გულგახეთქილი სამზარეულოში მოქალაქე, რო არ ყოფილიყო ელენე, იმიტომ რომ რაც კი იდეა მომდიოდა ამ 12 წლის განმავლობაში რაღაც მოქალაქეებს შეგვეძლო გაკეთება, დროა იყო და ელენე ის პარტია, რომელიც ამის საშუალებას მაძლევდა სულ გვერდში გვედგნენ აქციებს გვაკეთებდნენ. თამნებად დავიწყეთ ჩვენი ძაღლებით. ული ძაღლებს, ული მიუსაფარ ცხოველებს, ვისაც ზრუნვა ჭირდებათ, რომლებსაც რაღაცნაირად ქუჩაში ეძებ ამათ თუ როგორ ხდება აი პრინციპი, როგორ ეძებ ამათ და მე როგორ ხდება ეს მოვლის სპეციფიკაც. იცი როგორ არის ანუკა თვითონ პოულობენ ცხოველთა მოყვარულებს ეგეთი ძაღლები და კატები გასაჭირში აღმოჩენილები. აი ბევრისგან მსმენია ჩემი კოლეგებისგან, მეძაღლკატე კოლეგებისგან, რომ როგორ ხვდებიან სად მივიდნენ იმ დროს, როცა ძალიან უჭირთო და თითქოს რაღაც სპეციალურად ისე ხდება ხოლმე, რომ ისეთ ადგილას ხვდებიან, რომ ნახო ისეთმა ადამიანმა ვინც დაეხმარები რა და ისე გულგრილი არჩაული. რო გითხრა ახლა ეს ბოლო ერთი წელია და ცოტა მეტია აქტიურად ვეღარ ვარ, იმიტომ რომ ძალიან დავაკვირდი და ძალიან გული მტკივა ამის გამო, იმიტომ რომ ის პასუხისგებლობა, როდესაც გააქვს და კიდევ ხელს თქვათ სამკურნალო ცხოველს ქუჩის მიუსაფარს. მაშინ ხარ დამოკიდებული მის რეჟიმზე, დღის წესრიგზე და
უნდა აეწყო მის რეჟიმზე და მე სხვა რეჟიმი მაქვს ახლა და ვფიქრობ, რომ არ იქნებოდა ჩემი მხრიდან სწორი და აკლდებოდა იმას ჩემი ყურადღება აუცილებლად და ამიტომ ვეღარ ვახერხებ და ძალიან გული მტკივარ. არ დაიღალეთ ჯერ? ისწავლის ამბებით? არა, ბოლომდე ხო ვამბობთ, ბოლომდე ნიშნავს, რომ ბოლომდე სანამ არ გავიმარჯვებთ. ვერ დავიღლები. უბრალოდ თითქოს რაღაცა ძალა მემატება ხოლმე რაღაც მომენტებში, როდესაც რაღაცა ჯანმრთელობა გიმუხტლებს ან რაღაც პრობლემა გაქვს. რაღაც ისე გეძლევა ძალა, რომ აკეთო ეს ყველაფერი, არ ვიცი ეს ამას რა ქვია, მაგრამ ესეა ხო. ხო და მე ჩემ თავზე შემიძლია თქვა, რომ მე ვიყავი ცუდად, როცა ეს ყველაფერი ჩვენი მთელი გულის ტკივილი, ხო იყო დრო, რომ არაფერი არ ხდებოდა და ქოცები უმრავლესობაში იყვნენ და ჩვენ ეს ერთმანეთთან სახლებში, სამზარეულოებში, კაფეებში გულს ერთმანეთს ვასკდებოდით. აი მე ვარ მაშინ ვიყავი ცუდად, რაც ეს დაიწყო ეს ამბავი კობახიძის განცხადების შემდეგ, რაც ქუჩაში გამოვიდა საქართველო, მე გავხდი კარგად იმ დღიდან. ეხა მე ვცოცხლო.